დილამშვიდობისა საქართველო, დილამშვიდობისა ჩემო ქართველებო, მოგესალმებით და უსაზღვროდ მიყვარხარ. დღეს ძალიან რთულ პერიოდებს გადის საქართველო და არა მარტო საქართველო, მთელი მსოფლიო, რომელიც უამრავი წლების უკან წინასწარმეტყველე ის რაც დღეს ხდება და ნათქვამი ჩემი დანახული არ დაებიწყოთ. როცა უძლის მსოფლიო პოლიტიკას და მსოფლიო ხალხს, საქართველო მაშინ აფრთხული ძალიან რთული მომენტი გამოძრება, ისე რომ საქართველო ძალიან დიდ დარტყმას აიცილებს. პანდემია გრძელდება, ჩემო კარგებო. ის ვირუსი, რომელიც მოდის მომავალში, ასე დავინახე, NKIN წერტილი. ძალიან დიდ რთულ იმას უხდის სამინისტრო სფეროს, მაგრამ ანტივირუსი ვიცი რომ ამას შექმნიან და გააკეთებენ და დედამიწა კიდევ ერთხელ გადარჩება სასიკვდილო დარტყმას, რათა ადამიანი არ გადაშენდეს პლანეტიდან. ეს გამორიცხულია, მაგრამ ქართველები რო არ გადავშენდებით, ეს მილიარდი პროცენტით ვიცი. ასე რომ გაუძელით. ჩემთვის დღევანდელი პანდემია ეს არის ჩვეულებრივი გრიპი და მეტი არაფერი. ამაზე მე ფართოდ ვისაუბრებენ მომავალში. ბევრი რამ შემიძლია აღნიშნო, ისაც პოლიტიკაში ხდება, მაგრამ საქართველოს ძალიან რთულ პერიოდებს აიცილებს კიდევ. რუსეთის ყველა ქმედებები, ასე რომ ვთქვათ, წაშლილია. რუსეთი ვერაფერს ვერ მიახსოვს საქართველოსთან ომით, ვერაფერს აბსოლუტურად და ამერიკა იმ დახმარების ხელს გამოუწოდებს, რომელიც 99 წელს ამას ნაწინასწარმეტყველებს. დაიდგმება აუცილებლად სამხედრო რაკეტები, რომელთაც პირით მიცეულებს ხედავ აღმოსავლეთის მხარეზე. შავ ზღვაზე შემოვლენ ამერიკელები, ამერიკულ სამხედრო გემებს ხედავ და ბოსფორის გასაღებს ამერიკა აართმევს თურქეთს. თურქეთისა და რუსეთის მორიგება, ეს არის ზღაპარი, ამას არ ვხედავ. პირიქით, სასტიკად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. უამრავი წინასწარმეტყველებია, რასაც ვხედავ. მაგრამ ისაც დღეს უჭირს ჩემ ხალხს, ის სიღარიბე, ის ასეთი დაბალი და ასეთი დარტყმები, რაც ქართულ ერისკენ არის მომართული კოსმოსიდან, პირიქით, დახმარებას ვხედავ და დიდ ენერგიას, რომელსაც ქართველი ხალხი მიიღებს. ვხედავ დიდ ცვლილებას მთავრობაშიც, ეს ცვლილება იქნება ძალიან სასტიკად. კითხვა გაქვთ ჩემთან? დიდი მადლობა. არაფერს. და მინდა აღვნიშნო, რომ პოლიცია და ქართული ჯარი ეს არის ჩემი სიამაყე. გიყვარდეთ ქართველებო, პოლიცია და ქართული ჯარი. გაიხარეთ. ამერიკას მურჩევ ყურადღებით იყო რუსეთთან მიმართებაში. ამერიკაში ძალიან დიდი ცვლილებებია, მაგრამ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა რაღაცა დარტყმას მიაყენებს ამერიკულ პოლიტიკას, თუმცა მაინც ვერ მოერება. რუსეთი კურილის კუნძულებს დაუცოს იაპონიას აუცილებლად და ეს ასე მოხდება. დიდი გარჩევები იქნება, დიდი შეკრება ევროპისა და ამერიკისა და რუსეთს და თურქეთს შორის აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებით და გამარჯვებული ვინ გამოვა, რა თქმა უნდა, შტატები. და შტატებს რას უსურს საქართველოს სიკეთე და ამიტომაც კოსმოსიდან დიდ ენერგიას მიიღებენ. ამინ. ამასთანავე რუსეთ-ჩინეთის ომს, რომელსაც ვხედავ, მეტად ძალიან საინტერესო გაგრძელებები ექნება, სადაც აუცილებლად ბოლოს ამერიკა ჩაერევა და ამერიკა ფაქტიურად შეეშველება რუსეთს და არა ჩინეთს. იმიტომ რომ მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთს ამბიციები აწუხებს. მაგრამ მე მაინც ვუბრუნდები ჩემ საქართველოს. ქართველებო, ნუ გეშინიათ, ყველაფერი იქნება იმაზე უკეთესად, რაც ვერ წარმოგიდგენიათ. და მე რომ ვიტყვი და მიწინასწარმეტყველებ, ეს ყველაფერი არის 100% სიმართლე. მიყვარხარ ძალიან. ქართველი მუხს არ მოიდრეს. ქართველზე
ზეწოლები საქართველოსზე ეს ამას კოსმოსი მოულის ყველაფერს. აი ნახავ. არ მივცემთ უფლებას ბოროტ ძალებს. რასაც ჩემი ქვეყანა დააჩოქო და ჩემი ქართველები ასეთ დაჭიროებაში აღმოჩნდნენ. ყველაფერი სწრაფად შეიცვლება. ამიტომ